თქვა 18 ოქტომბერს, როდესაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში. 18 ოქტომბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა. ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, ამას უნდა შევხედოთ ამ პერსპექტივიდან, რომ ის თანამდებობაზე არის მხოლოდ იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობა უჭერს მას მხარს, თორემ საპარლამენტო უმრავლესობა, ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით მას უარი უთხრა იმ მანდატზე, რომელიც მას თანამდებობის სახით ჰქონდა. შესაბამისად, ამ ასეთ გამგზავრებებსაც ეს აღარ არის რაც ვიზიტი, ეს არის რაღაც მოგზაურობებს, უნდა შევხედოთ ამ მხრივ. მეორე საკითხი არის, რომ რა თქმა უნდა, მან ახლა უკვე დანამდვილებით იცის, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, ამით რა თქმა უნდა აჩვენებს, თუ რამდენად არ აქვს არანაირი ემოციური ბმა მას საქართველოს კონსტიტუციასთან და ქართულ ხალხთან, რომელსაც ეს კონსტიტუცია დაადგინა და არ აქვს არანაირი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის საფუძვლების მიმართ. ეს არის მოსემულობა, ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული დამოკიდებულება საკითხის მიმართ არ არის საჭირო, როგორც ჩანს ასეთი მოგზაურობების მოწმე ვიქნებით, ვინაიდან კიდევ ერთხელ პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ ყავს თანამდებობაზე ადამიანი, რომელიც საჯაროდ, ღიად და უხეშად ამბობს, რომ მისთვის ნული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციას და ქართულ ხალხს. ქართული ოცნების შემდეგი ნაბიჯები რა იქნება? პირველი ნაბიჯები ნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო. ახლა რა იქნება ქართული ოცნების პასუხი ზურაბიშვილმა? მე არ გეტყვით, ახლა კიდევ ერთხელ მე მგონი რაღაც გადაჭარბებული მნიშვნელობა ამას არ უნდა მივანიჭოთ. თავარი არის, რომ ფაქტი დადგინდა, კონსტიტუცია დარღვეული იყო და ასევე ფაქტია, რომ კონსტიტუცია კვლავ ირღვევა. ერთი, მეორე, ქართულმა ხალხმა მისი ლეგიტიმაცია ჩამოართვა სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო უმრავლესობის სახით და შესაბამისად ვფიქრობ, უბრალოდ რაღაცაერად უნდა ასე შევხედოთ ამ საკითხს ზედმეტი გადაჭარბებული შეხედვით. გავიზრდება მას ხშირად ისმის ხოლმე, ხშირად ისმის ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი დამსახურება ის შედეგი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიისგან საქართველოსთან მიმართებაში და ერთი საინტერესო დეტალია, რომ პატრიარქმა გავრცელა გუშინ განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არის იმ ძალისხმების შედეგი, რომელიც ხალხმა და ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ გასწია ამ მიმართულებით. ოპოზიცია ამბობს ამ მიმართულებით, რომ ისინი არ ეთანხმებიან პატრიარქს და მეტიც ამბობენ იმას, რომ შეიძლება არც არის ინფორმირებულიო პატრიარქი პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ერთი პატრიარქის განცხადების შესაძლებლობა მინდა გთხოვოთ და შემდეგ უკვე ეს ოპოზიციის მიზანი და мотиваცია რა არის, როდესაც ესე ღიად არ ეთანხმებიან პატრიარქს. უპირველეს ყოვლისა, ყველა საეტაპო მოვლენების დროს მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია დგანან ერთად. და ეს არის მათ შორის ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოს სწორ გზაზე და სწორ გზაზე დგას და სწორი გეზი აქვს აღებული. ახლაც ხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია არის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს არის მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართულ ხალხს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და ეწინააღმდეგება ქართულ ეკლესიას და ებრძვის ქართულ ეკლესიას. ეს არის რეალური სურათი, რასაც ჩვენ ხედავთ და მე მინდა უპირველეს ყოვლისა მადლობა გადავუხადო კათოლიკოს პატრიარქს და საქართველოს ეკლესიას იმ მყარი მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპული გზისა, რომელიც ქართველი ხალხს მოტანილი აქვს საუკუნეების და ათწლეულების განმავლობაში, სწორედ საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერით, ხელშეწყობით და მისი გაძლიერებით საქართველოს ეკლესია ისტორიულად იყო ჩვენი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან და მათ შორის დღესდღეობითაც ჩვენ სწორედაც ევროპაზე როცა ვსაუბრობთ, ევროპა უპირველეს ყოვლისა ეს არის ის ქრისტიანული კულტურა, რომელიც ისტორიულად მოდის და რამაც ჩამოაყალიბა ევროპა, ჩამოაყალიბა ადამიანის უფლებების გაგება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის. რაც შეეხება ზოგადად ამ აბსურდულ მცდელობას კიდევ ერთხელ ხალხის ხელისუფლება ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ რამდენად არ ესმის ადამიანებს ამ ჯგუფიდან გულისხმობ
მარგინალურ ოპოზიციას დემოკრატიის არსი. დემოკრატიის არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც არჩეული იქნა ხალხის მიერ და რომელიც იღწვის ხალხისთვის. ხალხის მიერ, ხალხის სახელით და ხალხისთვის. ეს არის მთავარი პრინციპი დემოკრატიის. ნებისმიერი გამიჯვნა და გამიჯვნის მცდელობა, ეს არის მხოლოდ რუსული ნარატივი, სწორედ ამას აკეთებს რუსეთი მათ შორის საქართველოს მიმართ, როდესაც ის ცდილობს ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯვნა. ამას აკეთებს ის სხვათა შორის უკრაინაშიც და ყველგან, როდესაც ის ცდილობს შეიტანოს ეს ნარატივი. ამიტომ ყველა ვინც ცდილობს გამიჯვნოს ხალხი მისი მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისგან, სინამდვილეში ვერაცნობიერებს, რომ ეს არის ერთი მთლიანი, რომ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც არის არჩეული ხალხის მიერ და რომელიც იღწვის ხალხს. ოპოზიცია პატრიარქის წინააღმდეგ. შეგვიძლია რომ ესე დასათვალოს შექმნილი სურათი, აი ეს პირდაპირ წინააღმდეგობა პატრიარქის განცხადებების. თავისთავად, ფაქტია, ეხა ხო, ეს არ ვიცი, ფაქტია, რომ ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ეკლესია, რომელიც აღნიშნავს ამ დიდ გამარჯვებას ჩვენი ხალხისა და ჩვენი ისტორიული მისწრაფებისა და მეორე მხარეს არის დაღურემილი, გაბოროტებული, ღვარძლით ავსებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს რომ კიდევ ერთხელ რომელიც ებრძვის ქართულ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ ეკლესიას. განცხადების ნაცვლად ამავე თემაზე განცხადების ნაწილი ორი ხალხი იქ იყო ნორმალური ხალხი. ორი კითხვა მაქვს მარინა კალევანის განცხადებაზე მოგეკითხოთ თავდაპირველად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბრობს საქართველოს მხედარ. ასეთ დროს რას ნიშნავს მსგავსი განცხადება თქვენი შემოქმედება? სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მე მქონია ყველა დონეზე, იქნებოდა ეს ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები, ნატო, მისი წევრი ქვეყნები და ასე შემდეგ, არსად არ დამდგარა მოთხოვნა, რომ საქართველოს დაუწესოს სანქციები რუსეთს. ხაზგასმით უნდა იყოს. პირიქით, ყველას ესმის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველო არის და ეს მდგომარეობა ქალბატონმა კალვიანმა აღწერა სხვათა შორის, ეს არის ყველაზე ამითხრათ გასაკვირითო აღმაშფოთებელი ერთის ხო ის აღწერს ამ მდგომარეობას, ოკუპაციის სიმძიმეს, ის რომ სულ ახლახან ჩვენი მოქალაქე მოგვიკლეს, გაიტაცეს, ამ სიმძიმეს აღწერს და იქვე აგრძელებს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ უნდა გავრისხოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჩვენ უნდა გავრისხოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენ უნდა გავრისხოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, თუ გვინდა ევროპა. ასეთი ტოლობის დასმა და ასეთი პირობების დაყენება მე არ ვიცი საერთოდ რაში ჯდება და ჩვენ ხედავთ რომ ზოგიერთი ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი და მათთან უნისონში მყოფი ზოგიერთი NGO საქართველოში და ნახეთ გუშინვეს გამოხმაურებები ერთად ცდილობენ კვლავ იგივეს რასაც ისინი პრინციპში ერთად ნახევარია ცდილობენ რომ ყალბი დილემა დააყენონ თითქოს დილემა დგას ასე ან აწესებს სანქციებს და წინ მიდიხარ ევროპისკენ, ან არ აწესებს სანქციებს და ვერ მიდიხარ ევროპისკენ. ასეთი ტოლობა არის უპირველეს ყოვლისა ეწინააღმდეგება მათ შორის, რაც საინტერესოა, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა, რომლის ნაწილიც არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და არ გასულა, რა ვიცი, სულ ცოტა ხანის და ხედავთ, რომ რამდენიმე NGO-ს წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი და მათი მოკავშირეები საზღვარგარეთ ცდილობენ ზუსტად ამ დეზინფორმაციას, რომ თითქოს ევროპა გულისხმობს მოქალაქეების სიცოცხლის გარისხვას, თითქოს ევროპა გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის და სამხედრო კონფლიქტის რისკში შესვლას, თითქოს ევროპა გულისხმობს ეკონომიკური კეთილდღეობის გარისხვას. პირიქით, ევროპა ეს არის მშვიდობის და სოლიდარობის პროექტი და სამწუხაროდ აი ასეთი განცხადებებით ხდება დამკვიდრება, ცდილობა ისეთი აზრის დამკვიდრება, რომ ეს არის თითქოს ასე ვთქვათ, შფოთის არევის და ომის და ასე შემდეგ პროექტი და მე მოუწოდებ მათ, რომ გაემიჯნონ ასეთ სახის განცხადებებს და ანტიევროპული დეზინფორმაცია ქართულმა NGO-ებმა, ზოგიერთმა უცხოურმა აქტორებმა არ გაავრცელონ განსაკუთრებით, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ევროპულ მიდგომებს. ჩანს რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარსა და ევროკომისიას შორის არის პოლარიზაცია აზრებს შორის. არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ მიმართული
ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც აიღებს პარტიაში მნიშვნელოვანი თანამდებობის შესაძლებლობებს თავმჯდომარის როლის საჭიროს და აღმასრულებელი რგოლის ფუნქციას. Როგორ ფიქრობთ, ანუ როგორ შეაფასებით ექნება თუ არა ამის შედეგი და ზოგადად ამ ასე ვთქვათ ნაბიჯს შეიძლება თუ არა ნაციონალური მოძრაობა თქვა დააბრუნოს ესე კიდევ ერთხელ მე გავიმეორებ იმას, რაც ბევრჯერ მithქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის პრობლემა არ არის სტრუქტურებში და ადამიანებში, პრობლემა არის მათ უპრინციპებაში და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ დღეს სწორედ ის რომ მათ შორის ის და მის ქულგის ქვეშ ყოფილი პოლიტიკური ძალები ებრძვიან ქართულ ხალხს, ხელისუფლებას და ეკლესიას და ვხედავთ რომ სამხარეს არის ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება, ქართული ეკლესია, რომელიც აღნიშნავს ამ მიღწევას ჩვენი ქვეყნისა და მეორე მხარეს ვხედავთ სწორედ ამ ჯგუფს ნაციონალური მოძრაობის თავკაცობით, რომელიც ებრძვის საბოლოო ჯამში აი ამ გამარჯვებას, ამ მიღწევას, ამის შემდეგ უკვე როგორი სტრუქტურა იქნება, რა საბჭო იქნება, რა მნიშვნელობა მთავარია, რომ ეს არის ანტიქართული ჯგუფი, რომელსაც სწორედ ანტიქართული კამპანია აქვს გამართული უკვე წლებია. ბატონო შალვა, რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე მინდა გითხრა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება არ შეისრულებს რეკომენდაციებს, ზოგადად ამის შესაძლებლობა და ასევე გაფუძნდება რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობის მოლოდინი. უბრალოდ ყოვლისა შევაფასოთ სადვიმყოფებით, ჩვენ ევროკომისიის რეკომენდაციით გვაქვს შემდეგი მდგომარეობა, რომ ევროკომისიამ თქვა, რომ რაც შეეხება 12 რეკომენდაციას, მისი შესრულება არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამით 12 რეკომენდაციის საკითხი დაიხურა. ამასთან ერთად ჩვენ მოგვეცა 9 რეკომენდაცია, რომელშიც ზოგი მოდიფიცირებული არის წინა თემებიდან, ზოგი რაღაც 9 რეკომენდაცია და გადავედით ახალ ეტაპზე, რომელიც ეხება უკვე შემდეგ სამიზნეს მოლაპარაკების გახსნას. რა თქმა უნდა, ამ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მუშაობა, აქ უკვე ბევრი საკითხია, რომელიც გასვებით წინა რეკომენდაციებისგან, რომელიც უკვე პრაქტიკაზე უფრო ორიენტირებული არის, ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებებზე, თუმცა საკანონმდებლო ნაწილიც რა თქმა უნდა არის. ამიტომ თავისთავად ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მართალია ჯერ კიდევ მოლოდინში ვართ გადაწყვეტილების 15 დეკემბერს მნიშვნელოვანი არის, რომ ევროპულმა საბჭომ გაიზიაროს ეს რეკომენდაცია, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ და მთავარია რომ კომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის საკითხი დაიხურა, შესულდა საკმარისად იმისთვის, რომ მოქცეს კანდიდატის სტატუსი, მან შეასრულა თავისი როლი და საქართველოს ხელისუფლება შეასრულა თავისი როლი იმისთვის, რომ მისულიყავით ამ ეტაპამდე. ახლა მთავარია, რომ მათ შორის მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, აღვნიშნოთ და ეს წელიწად ნახევრიანი ემოციური დამოკიდებულების საკითხის მიმართ, ასე ვთქვათ, პოზიტიურ ემოციებში გამოვხატოთ და არა იმ ჩამომტირალ სახეებზე, რომელიც აქვს ოპოზიციას, რომელიც ჩანს, რომ განიცდის იმას, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი დანაპირები, რომელიც 2020 წელს მისცა საქართველოს მოსახლეობას, წინსწრებით და გადაჭარბებით შეასრულა და ასე ვთქვათ, ეს გამარჯვება ვიზეიმოთ და შემდეგ რა თქმა უნდა მიუბრუნდეთ დანარჩენ საკითხებს, რომელიც ეხება უკვე შემდეგ ეტაპს მოლაპარაკების გახსნისა, თუმცა კანდიდატის სტატუსით ჩვენ უკვე ვართ შეუქცევადად გზაზე, რომელსაც ქმნია ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს გზა არის გრძელი, ეს არ არის 9 რეკომენდაცია, ეს არის 900 საკითხი და უფრო მეტი, რომელშიც პარლამენტს უწევს ძალიან ბევრი შრომა, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების დაახლოების მხრივ, რომელიც იქნება წლების სამუშაო, ჩვენი საბოლოო მიზანი არის რა თქმა უნდა ევროკავშირში წევრი. ბატონო შალვა, მე მინდა გითხრათ სალომე ზურაბაშვილთან დაკავშირებით, მან ფრანს 24 წლის საინტერვიუ და შემდეგი რამე თქვა, რომ ის ელოდება, რომ 2024 წლის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, კოალიციური მთავრობა იქნება და სწორედ ეს კოალიციური მთავრობა იმუშავებს შემდეგ აი ამ რეკომენდაციებზეც და ის დაიწყებს მოლაპარაკებას ევროკავშირთან გაფართოების საკითხებზე, ანუ გაწევრიანება. თქვენ რა სიტყვით ხართ მაგალითად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მზად ქართული ოცნება, სალომე ზურაბაშვილის მხრიდან ეს გზავნილი საფრანგეთიდან რას ნიშნავს და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს არის ანტიდემოკრატიული განცხადება, იმის თქმა, რომ მიზანი არის კოალიციური ხელისუფლების შედგენა. ეს 2020 წელსაც სხვა შორის ესეთი სასაცილო ნარატივი ჰქონდა ოპოზიციას და ზოგიერთ უცხოელ აქტორს. არ არსებობს ქვეყანა, არ არსებობს სისტემა და არ დემოკრატია მას არ გულისხმობს, რომ ის მიმართული არის კოალიციის შექმნისთვის. ნებისმიერ არჩევნებში, ნებისმიერ პარტიას
უნდა გამარჯვება და უნდა რაც შეიძლება მეტი მანდატის მოპოვება. კოალიციური მთავრობა ეს არის არა მიზანი, ასე ვთქვათ, აპრიორი მიზანი. არამედ ეს არის მოცემულობა, რომელიც არჩევნების შედეგიდან გამომდინარეობს ხოლმე. და ამიტომაც მე ამან ეს არის გარკვეული დეჟავიუ 2020 წელს, რასაც ცდილობდნენ მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორი, მათ შორის ზოგიერთი манипуляციური კვლევებზე დაყრდნობით, რომ თითქოს ქართველი ხალხის სურვილი არის კოალიციური მთავრობა. არ არსებობს ასეთი სურვილი კოალიციური მთავრობა. სურვილი ადამიანს აქვს, რომ რომელიღაც კონკრეტულ პარტიას დაუჭიროს მხარი და ზუსტად ეს პარტია იყოს ძლიერად წარმოდგენილი და სურვილი ნებისმიერი ამომრჩევლის, თქვენც ამომრჩევლები ხართ, რომ არის რომ თქვენ ის პარტია, რომელსაც თქვენ ხარს უჭერს, მას კონდეს გადამწყვეტი სიტყვა, ხომ? არ არსებობს სურვილი ამომრჩევლის, რომ მას უნდა 3 სხვადასხვა და 4 სხვადასხვა კონდეს. ეს არის ანტიდემოკრატიული განცხადება, ამიტომაც თქვენ გაქვთ ერთი ხმა, არ გაქვთ თქვენ 2 და 3 ხმა არჩევნებზე. ერთი ხმა ამიტომაც აქვს ამომრჩეველს, რომ ის რა თქმა უნდა ერთ პარტიას უჭერს ხარს. დემოკრატია გულისხმობს ამას. რაც შეეხება გულისხმობს ამას, რომ არჩევნების შედეგები არის ღია და უცნობ წინასწარ და იმის მიხედვით როგორი არის გადანაწილება შემდეგ ხმების, ან არის საჭიროება კოალიციური მთავრობის, ან არ არის საჭიროება. ის, ვინც ამბობს, რომ წინასწარვე უნდა იყოს დადგენილი, რომ აუცილებლად უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, ასეთ ადამიანებს არ აქვს წარმოდგენა თუ რას ნიშნავს დემოკრატია. წლები ვიგულისხმებთ წევრობასთან დაკავშირებით ვიგულისხმებთ, რაც შეეხება რეკომენდაციებს უპირველეს ყოვლისა. 12 რეკომენდაცია იყო გაცემული იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვინიჭებოდა. კომისიამ თქვა, რომ მისი შესრულების დონე არის საკმარისი იმისთვის, რომ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. და შემდეგი ეტაპი არის 9 რეკომენდაცია და მოლაპარაკების დასვა, უფრო მეცაც გეტყვით. მოლაპარაკებები რო გაიხსნება, ეს თემები ისევ დარჩება. იმიტომ ეს არის ნაწილი კოპენჰაგენის კრიტერიუმებისა. ასე რომ ეს თემები იქნება არა მხოლოდ 9, არამედ შემდეგ 9 პირობასთან დაკავშირებით, არამედ მოლაპარაკების გახსნის შემდეგ ცალკეული თავებზე როცა იქნება მოლაპარაკებები, იქ ზუსტად ეს საკითხებია შიგნით. ეს თემები ყოველთვის იქნება. ვინაიდან, რა თქმა უნდა არის, რა თქმა უნდა მოლაპარაკების ნაწილი, პირველი თავი, მაგალითად თქვენ თუ გულისხმობთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, პირველი თავი მოლაპარაკებების დროს არის სწორედ ამას ეხება. აქედან გამომდინარე ეს თემები იქნება მანამ, სანამ საქართველოს არ გახდება წევრი ევროკავშირის და უფრო მეტი ზოგიერთ ქვეყანაზე წევრობის შემდეგაც მიდის მონიტორინგი, მაგალითად ბულგარეთს სულ ახლახან შეუწყდა მონიტორინგი საჯარო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხრივ. ამიტომ ეს თემები იქნება ყოველთვის ამის თქმა მინდა. რაც შეეხება ასე ვთქვათ დროის მონაკვეთებს, კიდევ ერთხელ არის 9 პირობა, მათ შორის ერთი პირობა თავადვე აჩვენებს ასე ვთქვათ მინიმალურ ვადას, რომელიც ეხება არჩევნებს და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ევროკავშირი დააკვირდება არჩევნებს, რომელიც არის 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს, ანუ შეგვიძლია დაახლოებით პერსპექტივები ასე ვთქვათ აქვთ ჩანს. ჩვენი მოწოდება არის რა თქმა უნდა, რომ დროულად, ადეკვატურად და სწრაფად შეიძლება უპასუხოთ ამ რეკომენდაციებს და საქართველოს ამისი ყველაზე კარგი გამოცდილებაა. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკება ევროკავშირმა საქართველოსთან დაიწყო უკრაინასთან შედარებით 3 წლით გვიან. 3 წლით გვიან. მაშინ აი საზოგადოება ხო არ იყო ასე ვთქვათ არც მედია ესე ორიენტირებული ამ თემაზე. 3 წელი უკრაინასთან მიდიოდა მოლაპარაკება. ისე ჩვენთან დაწყებული არ იყო. ბოლოს ჩვენთან ერთად მოაწერა უკრაინამ ხელი. რატომ? იმიტომ ჩვენ უფრო მომზადებული ვიყავით და სწრაფად მუშაობთ. ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, საქართველოსთან ასევე 2-3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკება ევროკავშირთან ვიდრე უკრაინასთან და 2017 წელს 6 თვე საქართველო ელოდებოდა უკრაინას, რომ რაღაც რეფორმები ჰქონდათ დარჩენილი გასატარებელი, გაატარეს და მე ერთად მოგცეს ვიზა ლიბერალიზაცია. ეს იქნება ახლაც. იმიტომ რომ საქართველო, აი გაპასუხობ,
თუკი შევხედავთ ჩვენ არა პროცესს სად ვართ ჩვენ მოლაპარაკებაში თუ კანდიდატებთან, არამედ შევხედავთ რამდენად ახლოს ვართ ჩვენ ევროკავშირთან, ჩვენ უფრო ახლოს ვართ ინსტიტუციურად ევროკავშირთან, გაცილებით ვიდრე მოლდოვა, ახლოს ვიდრე და შესაბამისად ვიდრე უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან არც კი ვედრებით გაცილებით ახლოს ვართ, ანუ ის ის მთავარი კრიტერიუმები, რაც არის ევროკავშირის წევრობისთვის მნიშვნელოვანი, აი სექტორული დაახლოება. ჩვენ იქ ვართ წინ, ამიტომ შეიძლება ერთი წელი დაგვიანდეს მოლაპარაკება, მაგრამ როცა დაიწყება მოლაპარაკება, ჩვენ ვიქნებით უფრო წინ მოლაპარაკების პროცესში, ვიდრე იქნებიან სხვა ქვეყნები. ამას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. როგორც ჩვენ უზრუნველყავით ის, რომ 2020 წლის დანაპირები სრულდება გადაჭარბებით უკვე 2023 წელს, ასე უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა, რომ ჩვენ ერთის მხრივ ამ მიზანს მივაღწევთ, მაგრამ მეორეს მხრივ ამ მიზანს მივაღწევთ ისე, რომ ვიქნებით ეკონომიკურად ძლავრად და შეგახსენებთ, რომ წლევანდელი მონაცემები საქართველოს ერთსულ მოსახლეზე კლიენტში და პროდუქტით. საქართველო არის თითქმის ორჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა გასაგები მიზეზების გამო, თუმცა მოლდოვას შეეძლო ეკონომიკურად უფრო წინ ყოფილიყო და საქართველოს მოუზრუნველყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომ ჩვენ ეკონომიკურადაც წინ ვართ, ინსტიტუციურადაც წინ ვართ, რეიტინგებით წინ ვართ, გუშინ გამოქვეყნდა კორუფციასთან დაკავშირებით ახალი ინდექსი, სადაც ევროკავშირი რატოს 6 ქვეყანას და ევროკავშირის 4 ქვეყანას უსწრებს და ყველა კანდიდატს, აბსოლუტურად ყველას, უკრაინას, მოლდოვას და დანარჩენ 6 კიდე უსწრებთ ჩვენ ამ მონაცემებს. კარგი არის სტატუსი მიუღუნოცა ქართულ ხალხს, მაგრამ ხელისუფლებამ ვალდებულებები უნდა შესრულოს და პირველ რიგში სამართლიანად ჩაატაროს 2024 არჩევნები. არის ხელისუფლება მზად რომ ჩაატაროს სამართლიანად არჩევნები. და მაგას აი პირველი არჩევნები ამაზე მიაჩნია ყოველთვის 2024 წელს. ქართული ოცნების პირობებში ჩატარებული ყველა არჩევნები იყო სამართლიანი და ყველა არჩევნების შედეგად აისახა მოსახლეობის ნება სხვადასხვა ასე ვთქვათ სტრუქტურაზე, ისე პარლამენტი თუ ადგილობრივი თვითმმართველობა. ასე რომ ამას ჩვენ არანაირი მითითება არავისგან არ გვჭირდება. ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ხალხის ნება და ამას უზრუნველყოფთ ჩვენ, რომ რა თქმა უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები და რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, ფაქტია ჩანს აქედანვე, რომ მნიშვნელოვანი იქნება წინასაარჩევნო გარემო, აქედანვე ჩანს, რომ ოპოზიცია არ არის მზად ისაუბროს შეთავაზებები გაუწევს მოქალაქეებს საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით, აქედანვე ჩანს, რომ მათი მთავარი, ასე ვთქვათ, ლაიტმოტივი წინასაარჩევნო კამპანიის იქნება ზიზღის, ბოღმის, სიძულვილის, ძალადობის დათესვა, რასაც ისინი აკეთებდნენ ბოლო პერიოდში და სხვა არჩევნების დროსაც და ჩანს აქედანვე, რომ ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, დესტრუქცია გქონდეს საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ ახლა განაცხადეთ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას არ აქვს სამზაობა ის, რომ არჩევნები პლანավորდეს ქართულად. აქ საუბრობთ, რომ მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება მოლაპარაკებების რეკომენდაციების შესრულება და ერთ-ერთი მთავარი არის პოლარიზაციის შემცირება. თუმცა ოპოზიცია კვლავ ამბობს, რომ ახლა მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს არჩევნებზე, რადგან რეალურად ქართული ოცნება ვერ შეესრულებს რეკომენდაციებს. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანობა ამ რეკომენდაციების შესრულებად და იქნება თუ არა თქვენს მზაობა, რომ ოპოზიცია ამ პროცესებში ჩაერთოს. ის ევროპული მატარებელი, რომელიც ახლა კიდევ უფრო მეტად იკრებს სიჩქარეს, ამ მატარებელზე ამოსვლა შეუძლია ყველას. საქართველოს ხელისუფლება უძღვება ამ ლოკომოტივს, რომელიც რომელსაც მივყავართ ჩვენ ევროპაში, მას ვისაც სურვილი აქვს, რომ იყოს ნაწილი ამ პროცესისა, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ იყოს ნაწილი ამ პროცესის და ამოვიდეს ამ მატარებელში, მან უნდა უკან დატოვოს დეზინფორმაცია, ტყუილი და სხვა ის რითაც გამოირჩევა ხოლმე განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიცია და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არათუ გზაობაზია ეს ბუნებრივადაც მოიტანს თანამშრომლობრივ განწყობას, იქნება ეს პარლამენტში თუ მის გარეთ. მაგრამ პრობლემა იმაში არის, რომ ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ მას არ აქვს არანაირი თემა, რომელზეც მას შეუძლია საუბარი, თუ დააკვირდებით პარლამენტს ნებისმიერი საგნობრივ დისკუსიაში ისინი გაურბიან ნებისმიერ საგნობრივ დისკუსიას, დააკვირდით მინისტრის საათებს, დასწორებულ კითხვას გადიან პასუხსაც არ ისმენენ ხოლმე, იმიტომ რომ ერთადერთი მათ რაც სურთ, ეს არის კამერების წინაშე ეპატაჟი, ეს არის ადამიანების ემოციური მოქოქვა, იმისთვის რომ გააღვიძონ რაც შეიძლება მეტი ბოღმა, რაც შეიძლება მეტი ღვარძლი საზოგადოებაში
და არჩევნებზე მიიყვანონ ამომრჩევლები არა ასე ვთქვათ პროგრესისთვის, არამედ იმისთვის, რომ რაღაც ნეგატიური განწყობებისგან დაიცალონ არჩევნების დღეს. ეს არის პრობლემა და ამ პრობლემას მათ თავად უნდა უმკურნალონ. ჩვენ არ ვართ ამისი რეცეპტის მიმცემები და ექიმები. ისინი მათ თავად უნდა უმკურნალონ საკუთარ თავს. აი ხო. ამდენი ხანია ველოდები პატიოსთან. მაინც თქვენ უკვე უპასუხეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის კოალიციაზე საუბრობს. მაგრამ მე მაინტერესებს კონკრეტულად თქვენ მაგალითად ვის მოიაზრებთ, რომელ ოპოზიციონერს ან რომელ პარტიას ან ოპოზიციონერ ლიდერს, ვისთანაც შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა განიხილოს კოალიცია, ან ვით შეიძლება სალომესთან კოალიციას იკითხოს. ამგონია საერთოდ რომ იმის ინტერესი კონდეს მასთან კოალირების, ასე ვთქვათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს თემაც რომ განიხილება, ესეც არჩევნებს რამდენად უდიერად ეყრობა ქალბატონი სალომე საკუთარ თანამდებობას, რომელიც თავისი არსით არის ზეპარტიული და ის აძლევს შინაარს პარტიულობისა საკუთარ თანამდებობას, რომელსაც კიდევ ერთხელ ის ნაციონალური მოძრაობის წყალობით ინარჩუნებს. ამიტომ სრული ამაზე მსჯელობა არც არის დიდად ჩვენი ინტერესის საფუძველი. ჩვენ ვიცით, რომ სამ მხარეს არის ქართული ოცნება, რომელიც საქართველოს ინტერესებისთვის იღწვის და მეორე მხარეს არის კოლექტიურად ანტიქართული კოალიცია, რომელიც ებრძვის ყველაფერს, რაც საქართველოს პროგრესთან და საქართველოს ინტერესებთან არის დაკავშირებული. აქამდე საუბრობდით, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტი გარიგებულები. კიდევ ერთხელ თავისთავად არა თუ მოვიაზრებთ, ეს ფაქტია, უკვე ასე ვთქვათ, კენჭისყრით დადასტურებული ფაქტია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეუნარჩუნა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის თანამდებობას ინარჩუნებს, არის ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა. და შესაბამისად ეს ერთობა უკვე გაფორმებული არის. საქმე იმაშია, რომ საერთო ჯამში ეს არაფერს არ მატებს იმ ფლანგს, მაშინ როდესაც ხარ ანტიქართული კოალიცია, აქ იმის იმედი, რომ ვინმე მხარს დაუჭერს და ქართული ხალხი მხარს დაუჭერს, რა თქმა უნდა, არის არ უნდა გქონდეს. ასე რომ არ განიხილავს არავინ მასთან კოალიციას. ასე არა, პირიქით, კიდე გითხარით, არა თუ განიხილავს, უკვე ერთობა წარმოჩენილი არის ნაციონალური მოძრაობის და სალომე ზურაბიშვილის ერთობა წარმოჩენილი არის. შესაბამისად, მათი განსახილველია უნდა თუ არა ეს ფორმალურად აქციონდა, სიაქონდე და ასე შემდეგ. სალომე ზურაბიშვილის სტატუსთან მიმართებაში ბევრ კონტექსტში ისაუბრეთ, მათ შორის ახსენეთ დათქმებით, თუმცა მე მაინტერესებს უფრო ზოგადი კონტექსტი იმ გადაწყვეტილების, რაც გამოაქვეყნა ევროკომისიამ, საბოლოო ჯამში რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, რამდენად არის ეს წინ გადადგმული ნაბიჯი და რა მიმართულებით განვითარდა და დაწინაურდა ქვეყანა ამ პროცესის მიღების. უბრალოდ ყოველისა, რა თქმა უნდა, ეს არის ვართ იმ ეტაპზე, რომელზეც ქართულ ხალხს შეეძლო მხოლოდ ოცნება. ქართული ოცნება ამაზე ოცნებობდა და 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში ჩაწერა, რომ ქართული ოცნება გააკეთებდა განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და ეს შეთავაზება ყველა პარტიის მიმართ, რომ მათაც გაასაჯარო საკუთარი საარჩევნო პროგრამები 2020 წელს და გვაჩვენონ, ვის ჰქონდა განაცხადის შეტანა თავის ამბიცია წარმოდგენილი ქართული ოცნების გარდა, კვლავ ძალაშია და ველით დღემდე ვერ ვნახეთ. ერთადერთი იყო ქართული ოცნება, რომელიც ეს ოცნება შესთავაზა ქართულ ხალხს, ქართულმა ხალხმა დაგვიჯერა, მოგცა მანდატი და ეს ოცნებები სრულდება სწორედ იმით, რომ ჩვენ ველით კანდიდატის სტატუსის მიღებას. რაც შეეხება ზოგადად რეკომენდაციის თუ ანგარიშის შეფასებას, მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ხაზგასმით ევროკომისიას, რომელთანაც ჩვენც ქონდა ძალიან მჭიდრო სამუშაო პროცესი ბოლო თვეების განმავლობაში, დეტალურად გავდიოდით ყველასაკից და ჩვენი კოორდინირებული როგორც ხელისუფლების, ისე ევროკომისიის, ისე ჩვენი საჯარო მოხელეების, რომელიც ამაში ჩართული იყვნენ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად მივიღეთ ზუსტად ეს პოზიტიური შედეგი, რომ გაცემული არის დადებითი
თავისთავად გავაანალიზებთ რა მიმართულებით რა არის გასაკეთებელი, ხედავთ რომ უფრო ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ასე ვთქვათ მეტი სიცხადე არის რეკომენდაციებში ვიდრე პირველ ჯერზე იყო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთი რომ გავაანალიზებთ რა არის გასაკეთებელი, მერე რა ფორმატები ამისთვის საჭირო, სად არის საკანონმდებლო ჩარევა საჭირო, სად არის პრაქტიკის გაუმჯობესება საჭირო, მათ შორის არის გარკვეული რეკომენდაციები ვენეციის კომისიის, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ ველით, დეკემბერში იქნება ეს რეკომენდაციები. ამიტომ ეს იქნება კვლავ იგივე მუშა, გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასევე დაგვირგვინდება წარმატებით, როგორც წარმატებითაც დააგვირგვინა ქართულმა ოცნებამ პირველი ეტაპი. და ახაც ხაზი უნდა გაესვას. გავიხსენოთ ყველა ის საბოტაჟი, დესტრუქცია, დეზინფორმაცია, რაც მიდიოდა პროცესის წინააღმდეგ და ვნახოთ ეს იგივე ხალხია, რომელიც დღეს არის მისტერიულ მდგომარეობაში იმის გამო, რომ ქართველი ხალხი იღებს კანდიდატის სტატუსს და აქედან გამომდინარე ამ წარმატებას ისინი ვერ ეგუებიან. ბატონო შავა, რეზოლუცია ხარდაჭერა აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, და ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ და განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ეს ხარდაჭერა მნიშვნელოვანი არის, რომ ევროკავშირმა ასე ვთქვათ საბოლოოდ დაამკვიდრა საქართველოს ადგილი ევროკავშირში, ევროკავშირის ლიდერებმა საბოლოოდ დაამკვიდრეს საქართველოს ადგილი ევროკავშირში და ეს არის უკვე პროცედურების და ფორმალობების, ასე ვთქვათ, და პროცესების საკითხი, როდის გახდება ეს უკვე რეალობად, რომ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი. მაგრამ ეს განცხადება, ეს მათ შორის ეს სიხარული ჩვენ ხალხთან ერთად აღნიშნავს იმას, რომ ეს არის ის პოლიტიკური საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ ევროპა ეს არის სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ბატონო შავა, ოპოზიციამ დააინიცირა რეზოლუცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ტატუნაშვილის და ოთხოზორიასია გაფართოვდეს და დაემატოს გინტურის მკვლელობას და აპირებს თუ არა მათი ეს მოთხოვნა დაამყაროს. ვერ გეტყვით მე თქვენგან მესმის ეს ყველაფერი, ზოგადად ოპოზიციას რა ინიციატივა ქართულ. ნახოთ. მოვლენებზე მაინტერესებს გაათავისუფლდეს ერთი ადამიანი, რომელიც იყო ტყვეობაში. ხო, რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ თავისთავად შემზარავი ფაქტია. გუშინ გახდით კირბალში, როგორც გიტურის ოჯახში და მიუსამძიმრემად, ასევე გატაცებული და თეშურის ოჯახში, რომლიდანაც პირდაპირ, სახლიდან პირდაპირ ჩანს ეს სალოცავი ხელის გაწვდენაზე და მართლა ამ დროს ადამიანი კიდევ ერთხელ აცნობიერებს იმას, თუ რამხელა ტრაგედია და წლეხია, ოკუპაცია, როდესაც ხელის გაწვდენაზე არის შენი წინაპრების სალოცავი, სადაც შენ თვითონ სხვადასხვა ასაკში ბავშვობიდან დადიოდი, აღნიშნავდი დღეობებს და რომელშიც ეხლა ვეღარ მიდიხარ, იმიტომ რომ იქ საოკუპაციო რეჟიმი არის და ეს განსაკუთრებით კიდე ხაზს უსვამს, თუ რამდენად მყიფეა მშვიდობა და რამდენად მნიშვნელოვანი არის ფრთხილი, სწორი, ბრძნული, წინგახედული გადაწყვეტილებების მიღება ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს ისე, რომ მას არ ჰქონდეს შემდგომი მსხვერპლობა. მაგას გიპასუხეთ, არ ვიცი რა ინიციატივა, თქვენი გადმოწყვეტა ხოლმე. სიას დაემატოს თამას გიტურის სიას, ამას რა ახსენეთ. სახელი და გვარი რა, ოთხოზორია დათმობ. კიდევ ნახავთ ინიციატივას, სიაში ვინ შეყავს, ესეც ხო არ ვიცით ახლა ახლა მსჯელობას აპირებს თქვა და მიგაშიეთ რა ეფექტი. ის ადამიანი რომ შეყავს და შალვა ვინც მოყვა, მაგალითად ოთხოზორია ვინც მოყვა დათმობ. ნახავთ ოპოზიცია, ნახოთ გავეცოთ ამ ინიციატივას. ხარი დაუჭირა თუნს ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს 24 წლის 2024 წლის მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის თანამდებობის ჯირებისთვის ხელფასების გაცვლას უპრობლემოდ გავა სავარაუდოდ ეს კანონპროექტი სამეულოს მე მაინტერესებს ვიგით რომ მოქალაქემ რო გაგაჩეროთ ქუჩაში და გკითხოთ რომ აი როიზდით თქვენ 10,000 ლარამდე ხელფას აი მე მხოლოდ 35 ლარს ატომიმაშებ როგორც პენსიას აი რა პასუხი გექნებათ აი ჩათვალთ რომ ძალიან ვიგით მოქალაქის შეკითხვა მოვიტანეთ თქვენამდე და მართლაც აი ამ ქვეყნისთვის პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10,000 ლარი თუ არ არის ზედმეტად მაღალი. რაც შეეხება ანაზღაურებებს, ეს არის არა ასე ვთქვათ ზრდა, ამის კლასიკური გაგებით, არამედ ეს არის შესაბამისობაში მოყვანა იმ ანაზღაურებასთან, რომელიც საჯარო სექტორში არის.
და რომელიც არ მოხდა თავის დროზე 2017 წელს, როდესაც დადგინდა კოეფიციენტები საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით. შედეგად ამ შესაბამისობაში ამოყვანა მოგვიტანა ის, რომ არა თუ საჯარო სექტორში არის ბევრი დასაქმებული, რომელსაც პარლამენტის წევრებზე მაღალი ხელფასია. ანუ თავად საქართველოს პარლამენტის აპარატში დღეს მდგომარეობით დაახლოებით 50 თანამშრომელია, რომელსაც პარლამენტის წევრებზე მაღალი ხელფასი აქვს და საჯაროა შეიძლება ნახოთ, რომელსაც აქვს ერთი წამი. უყურეთ, ხო გაქვთ ინტერესი დავასრულო პასუხი. ხოლო ვინაიდან არის კვლავ 10%-იანის და საჯარო სექტორში პირველი იანვრიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი იქნება მხოლოდ პარლამენტში, ვისაც ექნება უფრო მაღალი ხელფასი ვიდრე პარლამენტის წევრებს, მათ შორის განყოფილების უფროსი, დეპარტამენტის უფროსები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის დისბალანსი, რომელიც შექმნილია იმის გამო, რომ 2017 წელს არ მოხდა პარლამენტის წევრების ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა. რაც შეეხება თავად საკითხს, ამიტომაც რომ არ იყოს უხერხულობა პარლამენტის წევრებს, არ ქონდეთ უხერხულობა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ იყოს შემდეგ პოპულისტური კითხვები ასეთი, რომ თითქოს ხელფასს იზრდიან, ეს შეეხება მომავალ პარლამენტს, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერავინ ვერ განწყვეტს რომელი პარტია იქნება მომავალ პარლამენტში, მით უმეტეს ვერ გაწყვეტს კონკრეტულად რომელი პარლამენტის წევრი იქნება რომელი პარლამენტიდან მომავალი პარტიიდან მომავალ პარლამენტში. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ანაზღაურებები მოვიდეს შესაბამისობაში საჯარო სამსახურში ასევე. ზოგადად ეს საკითხი არის ის, რომლითაც ამ მოწვევის პარლამენტი განსაკუთრებით დაინტერესდა, მე მაშინ განათლების და მეცნიერების კომიტეტში გახდით, როგორც გახსოვთ, როდესაც ქალბატონი თეატ ლუკიანი კომიტეტის თავმჯდომარე ამ საკითხს მოიკითხა სერიოზულად, ჩვენ მქონდა ძალიან ღრმა, ფართო და ხშირი მსჯელობა ამ საკითხზე, მოიძებნა გარკვეული გზები საკითხის გადაწყვეტისა, მე ხამ ანგარიშს არ ვიცნობ, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის მთავარი პროცესი, რომ იყოს გააზრებული მეცნიერული მიდგომა იმისთვის, რომ ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს ძეგლის დაცულობა და მისი შესაბამისი რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია მოხდეს ყველა წესების დაცვით. სამწუხაროდ ჩვენ მაშინ გავარკვიეთ, რომ ის სამუშაოები, რომელიც იყო ჩატარებული თავის დროზე, არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რომელთაც კეთდება ასეთი სამუშაოები. ბატონო შალვა, გთხოვთ რომ მიპასუხოთ ამ კითხვაზე, იმიტომ რომ როგორც ვიცი, დაგისვეს და პასუხი არ გაეცეთ, ცოტა ხნის წინ მქონდა ოპოზიციას ბრიფინგი. რეზოლუციას დაინიცირებენ პარლამენტში. ტაკუნაშვილი ოთხოზორიასია, რომელიც არსებობს ქართული ოცნების ხელისუფლების ჯგუფის მთავრობაშიც არის კონკრეტული ვალდებულებები, უნდა გაფართოვდეს და ოთხოზორია ტაკუნაშვილის სია უნდა გააქტიურდეს და მას გინდურის მკვლელებიც უნდა დაემატნონ. ახლა უკვე როცა ევროკომისია მოითხოვს, რომ ინკლუზიური პროცესი შეიქმნას პარლამენტში ოპოზიციისთვის და ასე შემდეგ, აპირებთ თუ არა, რომ ეს იყოს პირველი რეზოლუცია, რომელსაც თაროზე არ შემოდებთ, რომელსაც იმსჯელებთ და რამდენად მნიშვნელოვანი არის ტაკუნაშვილი ოთხოზორიას სიის გაფართოება და გააქტიურება. უბრალოდ ყოველისა მთავარი რაც არის მნიშვნელობის მხრივ, ეს არის ამას გინდურის მკვლელების დასჯა და ამის სხვადასხვა ინსტრუმენტები შეიძლება არსებობდეს მათ შორის ასეთი სიის სახით, რაც შეეხება ინიციატივას. კიდევ ერთხელ თქვენგან თქვენთვისაც აღნიშნეთ, რომ ახლა ხანს როგორც წუთების საკითხია. ნახავთ რეზოლუციას, გაეცნო საპარლამენტო უმრავლესობა, რა შინაარსის არის, ვინ არის შეყვანილი. ჩვენი მთავარი ინტერესი არის დასჯა მკვლელების და ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოვიდა. იმიტომ რომ არა, რა თქმა უნდა, დამნაშავეები არ იმყოფებიან საქართველოს კონტროლებად ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა, წვდომა ჩვენ განსაკუთრებით რუსეთის ტერიტორიაზე
არ გვაქვს იმისთვის, რომ დავსაჯოთ დამნაშავეები. სწორედ ამიტომ ასეთი განაცხადები მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო ზეწოლის გასააქტიურებლად, საერთაშორისო ასე ვთქვათ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის და სწორედ ამას ვიყენებთ ჩვენ როგორც ინსტრუმენტს რუსეთზე ზეწოლის. ჩვენ უშუალო ინსტრუმენტები რუსეთის მიმართ არ გაგვაჩნია, ან ძალიან შეზღუდულია, ამიტომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ამიშოვენ. ამიტომაც ჩვენ მოუწოდეთ მაგალითად ევროკავშირს, რომ ოკუპაციას დაარქვას ოკუპაცია. დღემდე სამწუხაროდ ევროკავშირი ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინ ოკუპაციას არ იყენებს საქართველოს ორ ტერიტორიასთან დაკავშირებით. მე გამეხარდა, რომ უმაღლეს წარმომადგენელი ბორელის ბოლო განცხადებაში სიტყვა ოკუპაცია პირველად გავიგეთ, რაც მნიშვნელოვანი არის, მაგრამ მნიშვნელოვანი არის აისახოს ოფიციალურ დოკუმენტებში და შესაბამისად ზეწოლა გაძლიერდეს რუსეთზე, არა მხოლოდ ამ მხრივ. ყველა შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი 2008 წელს დადებული, რომელიც სწორედ ევროკავშირის შუამავლობით დაიდო და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, როგორც შუამავლობა ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტისა, უზრუნველყოს, რომ შესრულდეს ეს დოკუმენტი. რუსეთის ჯარები ამ დოკუმენტის მიხედვით არ უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა არ მიივიწყონ ეს საკითხი, გააზარდონ ზეწოლა რუსეთზე, რომ დასრულდეს ოკუპაცია და რაც უფრო მეტ ინსტრუმენტს მოგვცეს ჩვენ მათ შორის, რომ დავსაჯოთ დამნაშავეები, რომელმაც სხვადასხვა დროს ჩაიდინეს მკვლელობები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.